ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ აი როგორ დავარწმუნო მაგალითად ფაუნდერი ან დამფუძნებელი ან ბიზნესის ნაწილი, რომ მართალი ვარ და ვუხსნი ხოლმე თქვენ თვითონ ხართ ბიზნესი, ანუ ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ, მაგალითად, როდესაც ან შემოქმედებით სფეროს ვსწავლობთ, ან კონტენტს, ან მარკეტინგს ვასწავლით, სულ ვუხსნი ხოლმე, რომ ყველაფერი იწყება ბიზნეს იდეით და ცოტა გაოცებულ სახეებს ხედავ ხოლმე, რომ ეს არის სტრატეგიული როლი და შეუძლებელია სტრატეგიულ როლში შენ პასუხისმგებლობას არ იზიარებდე ბიზნესთან ერთად და ეს არის ერთი და მეორე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, ის გამოც ალბათ არსებობს დიზაინის ინსტიტუტი. ადამიანები გამოდიან ბიზნეს სკოლიდან ისე რომ არ აქვთ ვიზუალური უნარები და მე მათი ყოველდღიურობა არის ვიზუალური საუბარი, ვიზუალური ენა. ანუ ჩვენ ვასწავლით ძალიან მაგრა თვითონ უშუალოდ მარკეტინგის რაღაცა საფუძვლებს, კონკრეტულ ციგნებს, მე მივყვებით და ვუხსნით რა მაგარი კამპანიები უნდა გავაკეთოთ. ბიზნესის ბექგრაუნდი საკმაოდ კარგი აქვს, მაგრამ ამავდროულად მაგალითად ვიზუალური კომუნიკაციის ნაწილში საერთოდ არ აქვს ცოდნა. ანუ ეს ადამიანები მუშაობენ დიზაინერებთან ისე რომ არიციან დიზაინერს რა ენაზე უნდა ესაუბრონ და მე დიზაინერებს ცალკე ამის გამო პრობლემები აქვს. მუშაობენ სააგენტოებთან და არასდროს არ უმუშავებია და არც იციან რა ენაზე უნდა ესაუბრონ, ამიტომ ამბობ რომ ეს ცნობილი ბეკის ბრიფი ალბათ უნდა ისწავლებოდეს ყველა ბიზნეს სკოლაში.